რეჟიმი არ ჩერდება, ისევ გვიჭერს მარწუხებს და რაღაცნაირად ნუსხა რეჟიმის ტყვეების იზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ უსამართლობა იზრდება და თუ უსამართლობა იზრდება, მე ვფიქრობ, რომ შეუგუებლობა აი ამ უსამართლობასთან უნდა იყოს, აი არ ვიცი, თვალსაჩინო ყველასთვის ერთი და მეორე ჩვენგან უნდა იყოს ქმედით ნაბიჯები გადადგმული და რაღაცნაირად შევძლოთ საზოგადოებამ კონსოლიდაცია მეტი რა თქმა უნდა და გავაგებინოთ რეჟიმს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა ამ ქვეყნის შვილები ვარ და მე ვფიქრობ, რომ თუ კი საუბარია იმაზე, ვინ იცავს ქვეყნის ინტერესებს, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა ის გულმანთებული ადამიანია, რომელიც უკვე, არ ვიცი, წელიწადზე მეტია აქტიურ პროცესში არის ჩართული და რა თქმა უნდა, ვიხსენებ იმ პერიოდსაც, როცა გავრილოვის ღამის შემდეგ რუსული კანონის წინააღმდეგ ვიბრძოდით და რაღაცნაირად არ ვიცი, აი რატომ აკეთებენ ამას, ეს ხომ სიბოროტეა რეალურად, ყველამ ვიცი და სიბოროტესთან, ბოროტებასთან დაპირისპირება რა შეიძლება იყოს, მხოლოდ სიმართლე და ჩვენ აქ ყველა ვინც ვდგავართ, ვართ გულწრფელი, მართალი ადამიანები და ვფიქრობ, რომ ეს ერთიანობა, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსით გვაერთიანებს, შედეგს ნამდვილად მოიტანს. ძალიან პრობლემურია ის, რომ ადამიანი, რომელიც გადმოვიდა აფხაზეთიდან აქეთ, საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმისთვის, რომ რაღაც თავისუფლება ეგრძნო და რაღაც დემოკრატიაში ეცხოვრა, ამ ადამიანს აპატიმრებენ რაღაც გამოგონილი აბსურდული მიზეზით, ხო? შეიძლება რაღაც მომენტში ის აღმოჩნდეს, ამას რო უყურებ, რომ აქ უფრო ნაკლებად თავისუფლები შეიძლება აღმოჩნდეთ, ვიდრე რუსების ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს რაღაც მე მგონი საშინელებაა. გელა ხასაიას შემთხვევა არის გაუგონარი. ანუ აბსოლუტურად მანამდე რეჟიმი თითქოს ცდილობდა რაღაც სამართლებრივ ჩარჩოს რაღაცა შლეიფი მაინც შეექმნა იმისათვის, რომ გაემართლებინა თუნდაც სინდისის პატიმრების, თუ მზია ამაღლობელის, თუ რა ვიცი, პოლიტპატიმრების, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გელა ხასაიას შემთხვევა არის ის, რომ აბსოლუტური განუკითხაობის და აბსოლუტური არაფრის შედეგად აცხადებს რეჟიმი, რომ მას რაც უნდა იმის გაკეთება შეუძლია და ამას გაიტანს, რასაც პირადად მე ვერ შევეგუებ.